3 დღეა რაც ხელფასი ჩამერიცხა და უკვე აღარაფერი მაქვს დარჩენილი და ამ ხალხს თვიდან თვემდე ამ ხელფასებით და ამ ფასებით როგორ გააქვს თავი? ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი ხელფასები ჩვენს ხარჯებს ვერ ეწევა. საშუალო დანაზღაურება თითქოს იზრდება, მაგრამ უფრო გაზრდილმა ფასებმა ეს ეფექტი შეჭამა. კარგი და იზრდება რო ხელფასები? საქსტას თუ დავუჯერებთ, ხელფასები იზრდება, მაგრამ მანდაც ერთი მომენტია, 2023 წლის მონაცემებით დასაქმებულთა 50%-ს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა და კიდევ უფრო მეტია, ვისაც 400-500 ლარი აქვს ხელფასი, რაც ძალიან ცოტაა. და მიზეზი რა არის? რატო არ იზრდება ხელფასები? მიზეზი ბევრია. პირველ რიგში ჩვენი ეკონომიკა დგას დარგებზე, რომლებიც მაღალ მოგებას ვერ ქმნიან. ეს არის ვაჭრობა, მცირე ფერმერული მეურნეობები, მშენებლობა, რომლებიც ბევრ ადამიანს კი ასაქმებენ, მაგრამ საკმარის მოგებას ვერ აგენერირებენ, რომ შესაბამისი ხელფასები გადაუხადონ ადამიანებს. ასევე ვაკანსია ცოტაა, დასაქმების სურვილი ბევრი, რაც დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, რომ შედარებით დაბალ ხელფასზე აიყვანოს კადრი. მიზეზები კი გავიგე გიორგი, მაგრამ გამოსავალი აქედან რა არის? ჯადოსნური ჯოხი ეკონომიკაში არ არსებობს, მაგრამ მოკლედ რო ვთქვათ, სახელმწიფომ უნდა შექმნას თამაშის კარგი წესები, პირობები, რომ განავითაროს პროფესიული განათლება, ზოგადად განათლება შეუწყოს ხელი, ბიზნეს მისცეს მოტივაცია, რომ მისი კადრების კვალიფიკაცია აამაღლოს, დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, იმისთვის, რომ ამ კვალიფიციურ ადამიანებს უფრო მაღალი ხელფასები ჰქონდეს. იცი რა მაინტერესებს კიდე?